ავტომობილი თუ გაკეთდებოდა, მე ვერ წარმომედგინა და მე მინდა მართლა აი ამ ვინც ამის დიზაინი გააკეთა მას დიდი მადლობა გადაუხადო. უყურე, ჩვენ ეს ავტომობილი, ვინც მე მიცნობს, დამიჯერეთ, რომ დახარჯავთ გოიმურ მანქანებზე, ამერიკიდან მოყვანილ გადაჭრილ და ჩაძირულ მანქანებზე ფულს და მე ქუჩა აქედან ბათუმამდე რო ჩახვიდე, 700 მანქანა შეგხვდება კაპუჭებული. ნაავარევი, რატო? როგორ შეიძლება ჩვენ ხო შევესწარით? ანი, ცხვირი მოიტანეს ამერიკიდან და უკანა მხარე დუბაიდან. ერთმანეთს მიაკრეს და ეს მანქანა არასდროს ავტომობილი არასდროს არ იქნება. ამიტომ ჯობია ცოტა გაიჭირო და იყიდო კარგი ავტომობილი და რა ფაში ვყიდით, ევროპაში ღირს 120.000 евро და ჩემთან ღირს 27.900 დოლარად მივცემთ ჩვენ ავტომობილს, ხო? თან მარტო ექნება ნომერი ასაღები. არის ისეთი რამე კოდე, თქვათ, რომ რამე ვერ გავაგებიეთ ხალხს, მოსახლეობას. ფიქრობ, რომ არა, იმიტომ რომ საბოლოოდ თქვენ კარგად თქვით, რომ საქართველოში უკვე ელექტრომანქანების ერა და უკვე ნამდვილად შეიძლება რომ BYD არის თან ბრენდი, რომელსაც შეგვიძლია ადამიანი ძალიან ენდოს და შესაბამისად ძალიან სტანდარტული ავტომობილი არის და პირველ რიგში მთავარი რაც არის და BYD უნდა შეიძინო ისეთ კომპანიაში როგორც ჩვენ ვართ, რომ შემდეგ უზრუნველყო იმით ნებისმიერი მომსახურება როგორც სასერვისო, ისე კომპიუტერული მომსახურება. თავარი ეგაა. აი, ეს არის ავტომობილი, რომელსაც პატრონი ჭირდება, ხო? აი მე მინდა მოსახლეობას უთხრა, მე ვიცი როგორ ადამიანს აძლევენ დილერობას. როცა ხარ ოფიციალური დილერი, ბიჭებო, მაშინ ოფისი უნდა კონდეს და მარტო ამას უნდა ყიდიდე იმ შენს ოფისში თუ შენს შოურუმში. უნდა იყოს პროფილაქტიკა, უნდა იყოს მომზადებული ადამიანები, რომლებიც ერთი არის არ გვინდა ახლა რო ვთქვა ჩვენი კონკურენტი და სპეციალურად 3 ავტომობილი შევიძინეთ და სპეციალურად ჯერ არ ვამბობთ, იმიტომ რომ ის უნდა დაიხუროს. 3-ვე ავტომობილი გადაღებილი იყო და ხალხი დადის იმ ავტომობილით. და ჩვენ ვინ კოდები გვაქვს რომელია. აი ამას ჩვენ არ დაუშვებთ, იმიტომ რომ ჩვენ ტრანსპორტნიკები ვარ და ის გუშინ რაღაცა 10 მანქანა ჩამოიყვანე და გაყიდე და ხალხს ატყუებ, ჩვენ ამას არ დაუშვებთ. ჩვენ ვიცით ვის მოყავს, რა მოყავს, საიდან მოყავს და როგორ მოყავს. ახლა შენ წახვალ მანქანას ნაკლეიკას ახსნი წელს და მიაწებებ 25 წლის ბირკას და ესე ყიდი და ხალხს ატყუებ, ამას ჩვენ არ დაუშვებთ, იმიტომ რომ ჩვენ მთელი ჩვენი ცხოვრება ამ ბიზნესით ვართ დაკავებულები. ჩვენ ახლა ასოციაციას ვხსნით, ჩინური ავტომობილების ასოციაციას და ამ ჩინურ ავტომობილების შემოყვანას თუ ნებისმიერ ბიზნესს მე მინდა